სამხრეთ კორეის სააპელაციო სასამართლომ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს იუ სოკ იოლის დაკავებისას სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და 2024 წლის ბოლოს თავდაცვის ძალების მინისტრთა კაბინეტთან შეუთანხმოდ გამოყენების საქმეზე 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ეს განაჩენი დაემატა მანამდე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიხედვითაც აზიური ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა აქვს შეფარდებული 2024 წლის დეკემბერში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რა დროსაც სამხრეთი კორეა დემოკრატიული წყობილების ჩამოშლისა და სახელმწიფო გადატრიალების ზღვარზე აღმოჩნდა. გადაწყვეტილებას იუ სოკ იოლის ხტომათა დარბაზში მდუმარებით შეხვდა. ის წარდგენილ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მიმდინარე წლის თებერვალში სამხრეთ კორეის ყოფილ პრეზიდენტს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს აჯანყების ორგანიზების ბრალდებით, რაც შემამსუბუქებელი განაჩენი აღმოჩნდა იმის გათვალისწინებით, რომ განიხილებოდა სასჯელის უფრო მკაცრი ზომის, სიკვდილით დასჯის გამოყენების ბერკეტიც. გამოძიების ვერსიით იუ სოკ იოლმა 2024 წლის 3 დეკემბერს სამხედრო მდგომარეობა რამდენიმე საათით გამოაცხადა, რაც ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის ბოლო 10 წლების განმავლობაში ყველაზე დრამატულ კულმინაციად იქცა. სამხრეთ კორეის მსჯავრდებული პრეზიდენტის განმარტებით გადაწყვეტილება მიიღეს საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის წინააღმდეგობის დასაძლევად, რისთვისაც ქვეყნის პარლამენტის შენობის დასაცავად სამხედრო დანაყოფები გაგზავნა. სახელმწიფო ბრალდების თანახმად ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ჯარისკაცებსა და საპოლიციო უწყების თანამშრომლებს მოუწოდა ლიბერალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ მართული პარლამენტის შენობა დაეკავებინათ, დაეპატიმრებინათ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და გარკვეული დროით დაემყარებინათ შეუზღუდავი ძალაუფლება, რაც მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისთვის საკმარის არგუმენტად მიიჩნია. საქმეზე გამწესებული მოსამართლის განცხადებით, ამ გზით ექს-პრეზიდენტმა კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გვერდი აუარა. აზიური სახელმწიფოს სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარ სარდალთან ერთად მიმდინარე წლის თებერვალში 30 წლიანი საპატიმრო სასჯელი შეეფარდა ქვეყნის თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, რომელიც სამხედრო ძალების მობილიზებაში არის ბრალდებული. მათთან ერთად ასევე ციხეში გაუშვეს პოლიციისა და თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებიც, რომლებიც იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას ასრულებდნენ. ექს-პრეზიდენტი იუ სოკ იოლი თანამდებობიდან 2024 წლის 14 დეკემბერს კანონმდებლობის იმპიჩმენტის საფუძველზე გადააყენეს, თუმცა ოფიციალურად გადაყენების ბერკეტი სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ 2025 წლის აპრილში გამოიყენა, როდესაც გადაწყვეტილებას 8 ხმით დაუჭერა მხარი.